გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა ყველა მართლმადიდებელს მიულოცო შობის დღესასწაული, ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს 7 იანვარი არის. მინდა ვისურვო, ჭეშმარიტად ვისურვო ის რომ ყველა ქართველის გულში ვინც აღნიშნავს დღეს შობას, ჭეშმარიტად იშვას ქრისტე და უსურვო ნამდვილად ჩემ ერს ის რომ რამაც აქამდე მოგვიყვანა მართლმადიდებლურმა რელიგიამ რწმენამ და ჩვენი წინაპრების თავდადებულმა ბრძოლამ ნამდვილად გააგრძელოს ამ გზაზე სიარული ქართველმა ერმა თუ უნდა მას გადარჩენა. ამიტომ ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ სულით და გულით დღევანდელ დღეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლებზე მაქვს საუბარი და მინდა ვისურვო რომ რაღაცა მართლა განათებული იყოს რაღაცა ამ ადამიანებში და ის მილოცვები, ის სურვილები, რაც დღევანდელ დღეს ერთმანეთის მიმართ დადებით შეხედავ რომ დაძაბულ საზოგადოებაში რაღაცა კარგი ხდება, ნამდვილად რეალიზებული იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჭეშმარიტად მინდა იმედი მქონდეს, რომ ეს ყველაფერი ასე სასიკეთოდ იქნება გაგრძელებული. გაიხარეთ ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ. მეუბრებ ძალიან ბევრი წელი მომივიდა, რატო არ ჩახარ, სადა ხარ, ჩემო კარგებო. ახალი წელია, შობის დღეები არის, ყველას აკყავს საყვარელი ადამიანები, მით უმეტეს უცხოეთში, უცხო მიწაზე ხშირად ვერ ვახერხებთ შეხვედრას და ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთად ვარ. ამიტომ გაგებით მოეკიდეთ, მით უმეტეს ამ ახალი წლის დღეებში, ეხლა პოლიტიკაზე და მსგავს რაღაცეებზე მეც თავი შევიკავე ნამდვილად, ეს სურვილი არ მქონდა ესაუბრა. არის რაღაც პერიოდი, როდესაც არ გაქვს ამ ყველაფერზე საუბრის სურვილი, ამიტომ მშვიდობაა არაფერი ისეთი პირიქით. ძალიან კარგი პერიოდი მქონდა ცხოვრებისეულად და უბრალოდ ამიტომ არ ვჩანდი. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდა უბრალოდ მილოცვაც გავაკეთო ჩემი გამომწერების მიმართ და ყველა მართლმადიდებლის მიმართ, ასევე მინდა გადავხედო არ ისვენებ, ჩვენ კი ვისვენებთ, შეიძლება ნორმალური ადამიანები ამ ჯოჯოხეთიდან, რასაც პოლიტიკა ქვია, მაგრამ პოლიტიკა არ ისვენებს ჩვენგან, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, განსაკუთრებით აი დღევანდელ დღეს. და მინდა ამას გამოვეხმაურო, იცით, აი რაღაცნაირად. პირველ რიგში მინდა აი ახლა ცოტა იცით ხანდახან ადამიანი ისა ხარ, რა ქვია, ბრძოლებში ხარ საკუთარ თავთან, რწმენასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად და აი ახლა განსაკუთრებით მინდა უთხრა ჩემს მაყურებელს, რომ ნამდვილად მიწამე ღმერთი, აქამდე ცოტა მიჭირდა ეს ყველაფერი. და რატო აი ახლა აგიხსნით რა რატომ მოხდა ესეთი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში და ბუნებაში. იმიტომ რომ დავინახე რომ ჩვენი უკვე ყოფილი ექს-პრეზიდენტი მართლმადიანი და მთელი ლიბერალური სამყარო შეიკრიბნენ შობა დღეს და ალილო იგალობეს და ყველას მიულოცეს რუსული შობა. აი, რატომ მინდა ახლა ამას ყველაფერს ხაზი გავუსვა? აი, რომელი ადამიანებიც მთელი ამ ხნის მანძილზე წიოდნენ, კიოდნენ, მე მგონი გვახსოვს და გვარწმუნებდნენ ყველას, რომ 7 იანვარი რუსული შობა არის და ჩვენ რუსული შობა არ უნდა აღვნიშნოთ და შობა უნდა აღვნიშნოთ 25-ში, მართლმადიდებლები ხო
არიან ბერძნები და მართლმადიდებლები ხო არიან, ისა რა ქვია, ბულგარელები და მართლმადიდებლები ხო არიან კიდე ეს ზოგიერთი ისა რა ქვია, ევროპული ნაწილი, რომლებიც 25-ში აღნიშნავს და ამიტომ ჩვენც რუსები ხო არა ვართ, კაცო, რომ აღნიშნოთ 25-ში და გვიმტკიცებდნენ რა ეს ხალხი სულ ყველა, რომ 25 დეკემბერს უნდა აგვენიშნა შობა და რაზე იყო ხალხო საუბარი. 7-ში შობის აღნიშვნა ეს ერთ-ერთი ფლაგმანი არის ამ ნეოლიბერალური სამყაროსი ქალბატონი ნანუკა, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ შობა ვიცინო 25-შია. მაღლაკის ტყიდან გამოვარდნილი არსება და დღეს ყველას ულოცავს შობას. ასევე ჩემოკარგებო, ძალიან საინტერესო არის ჩვენი ექს-პრეზიდენტის მართლმადიანი სალომესი ევროპაში ევროპულად აღზრდილი გაზრდილი ადამიანი, რომელმაც საქართველოს ევროპულ რელსებზე უნდა საქართველოს გადაყვანა როგორც სარწმუნოებრივად ქალი, რომელიც ტრანსგენდერების გასვენებაში დარბის და ცხარეცრებლით ტირის და ყველაფერს ევროპულს და იმას ნერგავდა კათოლიკურს საქართველოში, უცებ ამ ადამიანშიც მოხდა ტრანსფორმაცია და მანაც რუსული შობა მოგვილოცა და სხვათა შორის განსაკუთრებით დიდი გიჟდები მე საერთოდ ამ ადამიანებზე, ისე მიყვარს ამათი ტრანსფორმირებული სახე, ასევე აი ჩემოკარგებო, ეს ფოტოც გამოაქვეყნა პატრიარქი როგორ უყვარს და საპატრიარქოში როგორ მივიდა. კაცო, რა მოხდა კაცო, მე შვილის ნათლიაზე თუ გათხოვდა, რა მოხდა მე თუ მთელი მისი ცხოვრება აღვირახსნილობით, გარყვნილობით ააგნა ცხოვრები, მე რა მოხდა თუ საქართველოს დაუძინებელი მტერი არის და მოღალატეების შთამომავალი არის, რა მოხდა მე თუ პედერასტების დაკრძალვაზე დადიოდა და ცხარეცრემლით ტიროდა, ახლა მივიდა აგერ მისულა კაცო პატრიარქთან თუ რა ვიცი წინაზე არის ნამყოფი და შეხედეთ ხალხო როგორი მგლოვიარი არის. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩემოკარგებო, მინდა გითხრათ, რომ აი მეც კი მიჭირდა ცოტა რაღაც რწმენის საკითხებში და რაც რუსთაველზე გამოსული შიგევროპელები და ეს ლიბერასტები ვნახე, რომლებიც ალილოს მღეროდნენ, ხო? ამის მერე როგორ შეიძლება ადამიანმა ღმერთი არ იწამო და შობა არ იწამო. რაში არის ხალხო იცი საქმე? ყველაზე მეტი დიდი პრობლემა, ესე იგი, ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად ჩვენი ერისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის, იცით, ეს არის ფარისევლობა და სიყალბე. ამათ დაჭირდებათ დღეს LGBT დროშა შემოიხვევენ, დაჭირდებათ ხვალ აღდგომას აღნიშნავენ მართლმადიდებლური წესით, ზეგ დაჭირდებათ და ისევე კათოლიკურ წესზე გადმოვლიან, მასზე დაჭირდებათ და გაიქცევიან და რა ვიცი ბუდისტურ რელიგიებს მასზე ხანუკის დღესასწაულს აღნიშნავენ, თავზე ქუდებს დაიფარებენ და რა ვიცი მე იაღოვლებთან წავლიან და მე აი ეს არის ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა. ჩვენი ერის პრობლემა რეალურად სხვა არაფერი არა. სიყალბე, ტყუილი და აფერისტობა. ერთ აზრზე, ერთ მიზანზე, ერთ ფიქრზე კი არ დგანან. ყველაფერს მოერგონ საკუთარ. ყველაზე დიდი რელიგია არის საქართველოში ეს პოლიტიკანობა. ან პოლიტიკაც არ ქვია. პოლიტიკანობა. ესაა მთავარი პრობლემა. და აი ყველაფერზე ხვალ ზეგ ეს რო შემოვიდეს, რა ქვია, ღმერთმა დაგვიფაროს და ISIS-ი რო შემოვიდეს საქართველოში, ეს ხალხი გამოურიან და ალაჰ აკბარს დაიძახებენ. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. პრობლემა არის ჩემოკარგებო ასევე ვინმეს არ ეგონოს რომ მე ქოცებს ვინდობდი. აი ქოცებზე რაღაცას ვამბობდი. ახლა დაუკავებიათ დიდი სანთლები, ეს ტრადიციულად მეზიზღება საერთოდ ესეთ დღეებზე რამის ან საშობაო ეპისტოლის ამბავთან დაკავშირებით რო ხდება ან აღდგომის მარხვაში და აღდგომის დადგომის მომენტში რომ დიდ კელაპტრებს დაიკავებენ და გარბიან ყველა იმაში რა ქვია სამებაში თან პატრა ეკლესიაში კი არ მიდიან სადმე სამებაში გარბიან და იქ უნდა დაანთონ პატრიარქთან ახლოს უნდა იყონ
რომ გამოჩდნენ კარგად და მე რომ გამოვლიან იმიდან რა ქვია ეს ლიტურგიიდან დაღლილი სახეებით და ცოდვა მონანიებულები და ქრისტიანობის არსის განმარტებას რო დაიწყებენ ეს ჩვენი პოლიტიკოსები თუ რამხელა სიკეთი არის იყო ქრისტიანი და რამხელა მადლია თურმე იქ რომ პატრიარქთან ახლოს იდგეთ და დიდი სანთელი გეგავს ხელში და ასე ხდება ყოველთვის მეზიზღება ამ დღეებზე ამათი ბლაგვის სახეების დანახვა მეზიზღება ერთი როდესაც რაღაცა ფაქტი არის რაღაც ისტორიული ფაქტი არის ის თქვათ მაგალითად 8 აგვისტოა ომის დაწყების თარიღი და თქვათ სოხუმის დაცემის დღე არის და მემორიალებზე უნდა მიხვიდე ადამიანმა წესი და პატივი და ამდენ ნაგავს რომ ახავ იქ დახვავებულს ერთი ეს მეზიზღება და მეორე მეზიზღება აი ამ გამზღარი შტერებლის ბლაგვის სახეები შეწუხებული, დაფიქრებული წინაპრებზე, რწმენაზე, ქრისტიანობაზე და ეს დიდი კელაპტრები და მილოცვები იქეთან და განმარტებები. ნუ ახლა რაზე უნდა ილაპარაკო და მე Facebook-ებზე რა დაწერეს და როგორ დაწერეს და ივანიშვილმა რა დაწერა თავის Facebook-ზე, აქ ამათმა როგორ მიულოცეს და ასე შემდეგ. ამას რო უყურებ და მართლა რო გონია ეს ილუზიის შექმნა. და ხალხზე რო ზრუნავენ თურმე და რწმენაში რო არიან და ამ დროს სულ ავიწყდებათ ამ შობილ ძაღლებს ის რომ ხალხს რომელსაც აგერ იანვარი მაინც დღესასწაულების დღე არის თვე არის და იანვრის თვეში როდესაც პენსიონერს 35 ლარი მოუმატეს 35 ლარი მოუმატეს და ესა რა ქვია თავად 7000 ლარი და 11-12000 ლარიანი ხელფასით თითქოს ახლა ხელფასზე ცხოვრობდნენ და საკუთარ მოსახლეობას დიდი ქრისტიანულობით რომ დოვლად სახელმწიფო დოვლადს უნაწილებენ და აი თქვენ 35 ლარიო და აი ჩვენ 11000 ლარიო ხელფასიო და აი თქვი მე ხალბატონო მქონდა მაგაზე გუშინ და ვისაუბრე მაგ საკითხთან დაკავშირებითაც და ვიტყვი კიდეც სათქმელიც ამაყმა გამბავთან დაკავშირებით YouTube-ის არხს თუ უყურეთ მქონდა და ცალკე მაგ თემაზე ორი სიტყვა სათქმელი და აუცილებლად ვიტყვი. და აი ეს არის პრობლემა, იცით? ერთ თვითონ მოემატებიათ 35 ლარი და ხალხისთვის მიემატებიათ ესა რა ქვია 11000 ლარი. ამის გაკეთება ხო გამორიცხულია. აი ეს მეზიზღება, ეს აფირისტობა მეზიზღება და ესეთი ქრისტიანობა მეზიზღება და ასეთი მართლმადიდებლობა და აი ასეთი ბლაგოს სახა ადამიანების ხელში ჩავარდნილი ქვეყნის ბედი. იგივეს ვამბობ ჩემო კარგებო, აი ამ ალილოს აღდგენა, როდესაც აი ტრადიციად იქცაო და ჩამოივლიან ახლა დაარიგებენ ამ ალილოს და წავლიან და მე უპატრონო ბავშვთა სახლში და იმაში დაარიგებენ. ვითომ შობის იქეთ მთავრდება ყველაფერი. მე აღარავის ახსოვს გაჭირვებული არც საპატრიარქოში, არც პარლამენტში, არც არსად და მე რა მოხდა, მე ჩვეულებრივი დღეებია და წავა ისე ცხოვრება, როგორც წავა. ამას ქვია ჩემო კარგებო, რიტუალების დონეზე დაყვანილი სარწმუნოება. მე სხვა ამას არაფერი არ ქვია. აი რო კაც მოკლავ, შეგნებულად და მე შეხვალ და მამაო შემინდობს რომ ის იმედი რო გაქვს. აი ეს თაღლითების და აფირისტების ხელშია ყველაფერი. შობა დღე არის და იტყვი რომ აი თქვა და დანებებული მქონდა თავი ეს დღეებია ერთი კვირა, მაგრამ ამას ყველაფერს როდესაც ხედავ ხო უნდა თქვა. ხო, ისე საპატრიარქოსაც გაჭირვებულები სხვა დღეებში რო გახსენდებოდეთ და გახსოვდეთ, ხო? უკეთესი იქნებოდა თქვენ რომ მაგალითი მიგეცათ ჯიპების მაგივრად და ბიზნესების მაგივრად გაჭირვებულებზე რო გეძლიათ და შეგენახათ ეს გაჭირვებული ხალხი და არა თქვენი მისი რა ქვია და იქ დიდი კლაპტრების დაკავება ხელში და ლოცვა და გალობა და ამხელა მადლი და იმხელა მადლი. აფირისტები ხარ ჩვეულებრივი. აბსოლუტური უმრავლესობა. აბსოლუტური ახლა ღმერთმა შეგინდოთ. აბა რა გითხრათ სხვა, აბა თქვენ გულში ქრისტე არაა დაბადებული და თქვენ ჯიბეში კი არის დაბადებული უფალი და კი გაქვთ გადაქცეული ეს ყველაფერი ბიზნესა. რა შეიძლება მაგ ამბავს, მე მქონდა გლოვიარი არის წესით და რიგით საქართველო დიდი უბედურება დატრიალდა მქონდა მე გუშინ წინ ჩავწერე ბლოგი მაგ საკითხთან დაკავშირებით და YouTube-ის არხზე ავტვირთე და ახლაც მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა რა თქმა უნდა
გამოუხმაურებოდი იმ ტრაგედიას, რომელიც ტრაგედიაც გალის რაიონში მოხდა აფხაზეთში და აი ხა მინდა აქედან მივმართო რა ჩვენ დიდ ქოცუნებს და იმას რა ქვია. ყველა რო შოკირებული იყო და იმდენად გულის ამრევი იყო ამათი რეაქცია საქართველოში ეს სიყალბე და ფარისევლობა 5 ანგელოზი ბავშვი დაიღუპა, ხო? ესე იგი აქეთ ამ ხარეს მეტი სადარდებელი არაფერი არ ქონდა. მეტი არაფერი არ ქონდა სადარდებელი, რამენერად პოლიტიკურად გამოეყენებიათ ამ ანგელოზების სიცოცხლე და თურმე საქართველოს მთავრობას გაუთიშია დენი იქ აფხაზეთში და დენი რო არ იყო თურმე ჩაბნელებული რო იყო, ამიტომ მომხდარა თურმე ყველაფერი აფხაზეთში რაც ხდება. ამათთვის არც ბავშვების ტრაგედია არაფერს წარმოადგენს. მთელი ერი რო გაწყდეს, ხო? ამ ფარისეველი ადამიანებისთვის არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. აქეთ ხარეს იყო დიდი გლოვაც, ვითომ აქ ქოცების მხრიდან და ყველა დარდობდა, ყველა მოთქვამდა და საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება. ხე ერთ რაღაცა მინდა გითხრათ რა. ბიჭო, დღეს ხო აღარავის აღარ ახსოვს, უკვე გაიარა ამ ჭირმა და ამ ტრაგედიამ და უბედურებამ და არავის არ ახსოვს. უკვე ეს 5 ანგელოზი ნამდვილად არავის არც ადარდებს. იმ დღეებში იყო საჭირო. მაგრამ ერთ რაღაცას მინდა ეს ყურადღება მივაქციოთ რა. ბიჭო, სეპარატისტულმა რეჟიმმა აფხაზეთში 5 ანგელოზის დაღუპვის გამო, მით უმეტეს ქართველი ბავშვები იყო, ხო? იქ ძალიან შავით თეთრზე აქვს ამას მნიშვნელობა. ეთნოკონფლიქტია, ეთნოკონფლიქტის ნიშნები აქვს მიღებული ამ ყველაფერს და იმიტომ 5 დაღუპული ანგელოზი ქართველი ბავშვის გამო. სეპარატისტებმა გამოაცხადეს გლოვა. გლოვის დღე. სეპარატისტებმა. და აქ საქართველოში, რა ვიცი, მე არ გამიგია მსგავსი რამე არაფერი. შეიძლება გამოაცხადეს, იმიტომ რომ მე ვერსად ვერ ვნახე, რომ გარდა პოლიტიკური განცხადებებისა, რაიმე ვინმეს გახსენებოდა. და რო გეკითხა, ყველა გლოვობდა. არ დაიმსახურეს უბრალოდ ამ 5 ანგელოზის ტრაგედია მიმდენი, რომ ერთი დღით მაინც დაგეშვათ დროშები და თუნდაც ერთი დღით მაინც ყოფილიყო ეგ ყველაფერი გუშინ წინ საქართველოში. და გამოდიხართ და ერთობაზე ლაპარაკობთ და რწმენაზე ლაპარაკობთ და ქრისტიანობაზე ლაპარაკობთ და რამეზე ლაპარაკობთ. ამაში არის მთელი უბედურება და ამაში არის მთელი აფირისტობა. და მთელი აფირისტობის ენერგია. როგორც ანაფორიანების, ისე უანაფოროების. როგორც ნაციან, ისე ქოციანად. აი ესა ყველაზე დიდი უსინდისობა. ის ცალია ახლა კაცო ვიღას ახსოვს ის 5 ანგელოზი, აგერა ეს მოდის რა ქვია ახლა. შობაა დღეს და აი საცივია გაკეთებული და გოზინაყი და ის და დაждებიან სვამე შეჭამე შესვამენ გაზღებიან შენ ჭირი მე შენ გენასოლეს და ამთავრდება. გლოვის დღესაც არ გამოაცხადეს. ასე ხდებოდა მაშინ 92-91 წლებშიც რა ისე. ეროვნულ ხელისუფლებას რო ამხობდნენ. ერთად შეთანხმებული ახლა აქეთ გოგა ხუინდრავას თამადობით დაწყებული კოცებში თუ აიქეთ რო არის პარამიძეები და ეს ერთი ნაგავი რომელიც ახლა პოლიტიკაშია, ან მათი მამები, იგივე კობახიძის მამა. ასევე საპატრიარქოს ყანდურები. და ეგ ზოგ-ზოგი ერთმა იმას მითხრა რა ქვია, რომ თითიო დაადები. არა, ერთ ადამიანს არა. მთელი საპატრიარქო იყო დამნაშავე იქ. იმიტომ მთელი საპატრიარქო დადგა იქ პუტჩისტების ადგილზე ერთ ადამიანზე იმის რა ქვია ბრალეულობის და ცოდვის გადატანა ეს არასწორია. შეთანხმებულად აკეთებდა ამას საპატრიარქოც და შეთანხმებულად აკეთებდა ამას ის მოღალატე რეჟიმები, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ხო. და მაშინაც იძახოდა ხალხი ასე, რომ ხალი წელი მოდის კაცო, როდის დამთავრდება იქ წივილი კივილი და შობა მოდის, რომ გოზინაყი გავაკეთოთ და ბაჟია გვაქვს გასაკეთებელი და საცივი უნდა ვჭამოთო კაცო, როდის დამთავრდება იქ ყველაფერი, ხო დამთავრდა. ხო მიმდინარეობს ახლა ასე ყველაფერი. ამიტომ ჩვენ შეიძლება ვისურვოთ
ჩვენ შეიძლება გქონდეს სურვილი და უნდა გქონდეს რომ უკეთესი საქართველო ყოფილიყოს და იყოს, მაგრამ სანამ ეს ფარისევლობა, სანამ ეს აფირისტობა, სანამ ეს სიყალბე არ იქნება დამთავრებული, მანამდე არაფერი არ იქნება. ვის ახსოვს საერთოდ, როგორც ის ხუთი ბავშვი არავის არ ახსოვს დღეს, ასე დიდ ქრისტიანებს. ისი არ ახსოვთ არც აფხაზეთი, ისი არ ახსოვთ არც სამაჩაბლო და ისი არ ახსოვთ ხალხიც. ხალხიც ასე ახსოვთ. თავის ჯიბეში ჩადებული 11,000 და შერი ადამიანის ჯიბეში ჩადებული 35 ლარი. სამაგეროდ დიდი კელაპტარი ხელში და გამოსვლა და ეს ახსნა თუ კობახზე უნდა აღვიხსნას ახლა თუ რა ხელა ძალა აქვს მას რა ქვია. მართლმადიდებლურ დღესასწაულებს და ქრისტეშობას რამხელა ძალა აქვს, თუმცა პაპუაშვილმა უნდა დაამტკიცოს და იქ ახალი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტიც ყოფილა. რა თქმა უნდა იქნებოდა ახლა ყაველაშვილს მე ადრეც ვამბობდი და კიდეც ვამბობ რომ ფსიქიურად ჯანმრთელი მაინცა, მაგრამ ახლა ყაველაშვილო მიგეუბნები, იმიტომ მე თვითონ ვარ ამ ყველაფრის მონაწილე და მე ხო ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები. ახლა არ გიტყდება რომ იდექი იქ ეკლესიაში და დიდ მართლმადიდებლის როლს რო თამაშობდი და იქ პარლამენტში პირველი გვეწინააღმდეგებოდი და პირველი წინააღმდეგი წახვედი სოდომიტური კანონის შეცვლის წინაშე. სად იყო მას შენი კაცობა, სად იყო მას შენი ქრისტიანობა? ერთები ლამზღვაგინება რო უყურს ბარებულს რომ 150 კაცო 100 დეპუტატებს რო ყველას როგორ უწოდაო არა კაციო და ეს რატო იგინება? აი ამიტომ ვიგინები. აფირისტები ხართ. ეგა, წაით ახლა ვიზია. სანთლები დანთებული გაქვთ, ინტერვიუები ჩაბარებული გაქვთ, პოსტები Facebook-ზე გამოცხობილი გაქვთ, ხო და გააკეთეთ ახლა ბაჟია და იგი იქნება ახლა გაკეთებული, ან თუ არა რესტორანში იქნება საკაზი მიცემული და წაით ახლა დაჯექით წვით ჩამეთ და ყველაფერი ჩავლილია. საფხაზეთის ამბავით ჩავლილია, ის ჩავლილია, ესე ჩავლილია და ახლა დაიწყეთ თავარია ნაცებმა რა თქვეს და ქოცებმა რა თქვეს და იმა რა თქვა და გააგრძელეთ ასე მიდის ცხოვრება. ესაა დღევანდელი რეალობა მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის საქართველოში. მეც გილოცავ, ჩემო კარგო, მეც გილოცავ. და მერე ნურავის ნუ გაგიკვირდებათ, რომ წინ რატო ვერ მიდის ქვეყანა, წინ ვერასდროს ვერ წავა ქვეყანა. სამდე ზემოთ იქნებიან ასეთი ფარისევლები და სამ ზემოთკენ იქნება ასეთი აფირისტი ხალხი და მასზე გამოკიდებული კიდე აფირისტი ხალხი, მათი ამომრჩეველი, რომ თავისი ეს რამენაირად გამართლოს საქციელი, სხვა გზა არ აგვაქვს და ეს არ აგვაქვს და ის არ აგვაქვს, მანამდე იქნება საქართველოში ეს ცხოვრება. ეგა. სამწუხაროა, მაგრამ ხელის გულზეა იყო სამწუხაროდ. სად ვიყავი, არ ჩამდი, ჯიგარო, ახალი წელია და შობა არის და რა ვიცი, ცოტა ხანი საყვარელ ხალხთან ერთად უნდა გაატარო ადამიანმა ესეთი დღეები და აი იქ ვიყავი რა. მადლობა რომ მომიკითხეთ მშვიდობა და ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგად. ამით მეც კიდე ერთხელ ვისურვებ, ვინატრებ, ნამდვილად ვისურვებ, ვინატრებ იმას, რომ ხელახლა გაქრისტიანებულიყოს ჩვენი ერი და მართლა ამ ადამიანების გულში ხელახლა თუ არ მგონია ერთხელ რომ დაიბადოს ადამიანის გულში ქრისტე, იმას მეორედ დაბადება ჭირდებოდეს, მაგრამ ეთქო ამათ გულში არასდროს არ დაბადებულა ქრისტე და უსურვებდი ნამდვილად ყველას, რომ იშვას ამათ გულში იშვას ქრისტე. და იფიქრონ, ერთმანეთზე იფიქრონ, სამშობლოზე იფიქრონ, მეტი არა, ჩემი დამოწყევარი, მაგრამ ვინატროთ, ხო, ადამიანი მაინც გამოსწორებადი არის. თუ არა, ჩვენი ქვეყნის ბედი ძალიან ცუდათაა. ძალიან ცუდად მიდის. რაც არ უნდა გელაპარაკო, რომ კარგათაა, საქმე არ არის კარგად. მე ადრეს ვატყობდი ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა განსაკუთრებითაა. კარგად ზანდებოდეთ, ჩემო კარგებო. დროებით.